7 სექტემბერი წარმატებული იყო საქართველოს ფეხბურთისა და კალათბურთის ნაკრებებისთვის. ისტორიაში პირველად საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ფეხბურთელებმა სახლში ბულგარეთის 3-0 დაამარცხეს. რას ნიშნავს ეს გამარჯვება? წინ რა თამაშებიელით თემაზე სპორტის ექსპერტ გელა მეგრელიშვილთან ვისაუბრებთ. გამარჯვება, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში მოწვევისთვის, მიუხედავად იმისა, რომ თქვენთან ერთად მეც ტელევიზიის ასე ვთქვათ ჭაპას ვეწევით, ძალიან საინტერესო იქნება გულშემატკივრისთვის, პირველ ყოვლისა მაყურებლისთვის, ალბათ ჩვენი აზრი და მადლობა ასეთი ყურადღებისთვის. საუბარი დავიწყოთ საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ვიცით რომ თურქეთთან დამარცხების შემდეგ აუცილებლად გჭირდებოდა ეს გამარჯვება. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს წარმატება ჩვენი გუნდისთვის და ამის შემდეგ ვისთან ელის თამაში ნაკრებს? რა არის საჭირო იმისათვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო აუცილებლად მოხვდეს? უპირველეს ყოვლისა, ეს მატჩი იყო ალბათ გარდამტეხი იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებს ერწყმნა საკუთარი ძალების, საკუთარი წმენის, დამაჯერებლობის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ თურქეთის ნაკრებთან საკმაოდ ისეთი დასანანი მარცხი იმწვნიეთ, თუმცა ერთ მომენტში შეიძლებოდა ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი სუბიექტური აზრია, შეიძლებოდა ნაკრების ასე ვთქვათ შემადგენლობის პირველი ნახევრის შემდეგ გადახალისება, თუმცა მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ და საქართველოს ნაკრებმა ძალიან დასანანი მარცხი იმწვნია. თქვენი შეფასებით რა იყო ამის მიზეზი? ჩემი აზრით ცოტა ეხა უხერხულია, მე მწვრთნელის ფუნქციებში არ ვიჭრები, მაგრამ ალბათ ისევ ფეხბურთელების როტაცია არასწორი განლაგება, იმიტომ რომ პირველ მატჩში ლოჩუშვილი იყო საკმაოდ სუსტი ფიგურა, რასაც ვერ ვიტყვით მეორე მატჩზე, იმიტომ რომ გუშინ არაჩვეულებრივად ითამაშა ამ ფეხბურთელმა და ალბათ ჩემი აზრით უკვე დადგა დრო, რომ საქართველოს ნაკრებში მოხდეს ახალგაზრდა ფეხბურთელების ასე ვთქვათ მიწვევა და დაკომპლექტება სრულად. ხა კარგად გამიგეთ, მე ცოტა შეიძლება ვაჭარბებდი ჩემ უფლებებს, მაგრამ გურამ კაშიას ასე ვთქვათ შემსვლელს უნდა ვეძებდეთ და ალბათ შორს არ არის დრო, როდესაც გურამ კაშია დაემშვიდობება ნაკრებს, იმიტომ რომ ყავს ისეთი საიმედო ახალგაზრდები, რაც მეორე მატჩს მას დაადასტურა ბულგარეთის ნაკრებთან და ბიჭებმა ირწმუნეს, რომ საკმაოდ ისეთი ძლიერი ნაკრები, როგორც არის ბულგარეთი, საკმაოდ ძლიერი ნაკრებია, მინდა გითხრათ, უბრალოდ იქაც თაობათა სულამედის და აქედან გამომდინარე, რადგან საქართველოში გაცილებით უკეთესი ფეხბურთელები თამაშობენ, მაღალი დონის პროფესიონალები, შედეგი დადგა ის, რაც დადგა და საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ეს უპირველეს ყოვლისა განპირობებული იყო მწვრთნელის სწორი ტაქტიკით. ნახეთ, გურამ კაში აღარ გამოიყვანა მეორე მატჩში, იმიტომ რომ მწვრთნელი ვილის ანიელი საკმაოდ დიდი მწვრთნელია, საკმაოდ კვალიფიციურია და მივხვდა, რომ სწორედ შეცნობები იყო წამოსული მარცხენა მხრიდან, როდესაც ლოჩოშვილს და კაშიას ძალიან გაუჭირდათ თურქი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში და განაპირობა ამ ყველაფერმა ის, რაც განაპირობა. რა როლი აკისრია გუნდში კაპიტანს? თქვენ მოგეხსენებათ, რომ გურამ კაშია არის საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რომელიც მოძღვრავს და სწორად ხელმძღვანელობს გუნდს საჭირო დროს, მითითების იძლევა მოედანზე. და ვფიქრობ, რომ კაპიტნის ასე ვთქვათ ამპლუაში საუკეთესო იყო ხუჩა კვარაცხელია. მინდა გითხრათ, რომ გუნდის კაპიტანს ყოველთვის ჰქონდა თავისი განსაკუთრებული ადგილი გუნდში, მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ ის, რომ ალექსანდრე ჩივაძეს თავის დროზე საბჭოთა ნაკრებში თამაშის დროს შეეძლო იმდენ, რომ ძალიან მაღალი ავტორიტეტი და რეიტინგი ჰქონდა, შეეძლო თვითონ მწვრთნელის ფუნქციებში ასე ვთქვათ შეჭრილიყო და რეკომენდაცია მიეცა იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც იმ დროისთვის იყვნენ მზად. ანუ ნოდარ ახალკაცის, ვალერი ლობანოვსკის, კონსტანტინე ბესკოვის დროს ალექსანდრე ჩივაძეს თავისად შეეძლო ასე ვთქვათ საკადრო ცვლილებებში კორექტირების შეტანა და აქედან გამომდინარე ხუჩა კვარაცხელიას მინდა გითხრათ, ძალიან ბედნიერად და კარგად მოერგო ეს სამკლაური და ვისურვებდი, რომ ხუჩა კვარაცხელია იყოს მომდევნო მატჩებში საქართველოს ნაკრების კაპიტანი. რას ნიშნავს ეს გამარჯვება საქართველოსთვის, ახლა ვისთან ელის თამაში და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი გუნდი მოხვდეს მსოფლიო ჩემპიონატზე? მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ეს გამარჯვება იყო უმნიშვნელოვანესი, აი ჰაერივით ჭირდებოდა საქართველოს ეს სამი ქულა, რომ საბოლოოდ ფარხმალი არ დაგვეყარა, ასე ვთქვა და ის მიზანი, რაც რეალურად დგას, ჯერ კიდევ დგას, რა თქმა უნდა და ყოველთვის იქნება, იმიტომ რომ იმედი ბოლოს კვდება. რომ ჩვენ ნაკრებს ასე ვთქვათ შესაძლებლობა ჰქონდეს იბრძოლოს იმ სანუკვარი მიზნისთვის, რასაც მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ქვია. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ
სულაც არ არის ასე ვთქვათ ჩვენთვის უცხო ასეთი მაღალი რანგის მაღალი მასშტაბის ღონისძიებებში მონაწილეობა თქვენ მოგეხსენებათ რომ სულ რაღაც შარშან ჩვენმა ნაკრებმა გადასარევად ითამაშა ჯგუფური ეტაპი არაჩვეულებრივად მოიგო ასე ვთქვათ თავისი თამაში საბრინეთთან თბილისში ფინალური მატჩი ალბათ ყველას კარგად გასულდა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ძალიან წარმატებული გამოსვლა ჰქონდა როგორც დებიუტანტს გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სადაც ყოველ შემთხვევაში ჩვენ მოვახერხეთ და გავახსიეთ შემდეგ ეტაპზე გასვლა თუმცა საკმაოდ ძლიერი ნაკრები შეხვდა ევროპის მომავალი ჩემპიონი ესპანეთი რომელთან სამწუხაროდ დაუმარცხდა ასევე ესპანეთთან გველის თამაში რა თქმა უნდა იგივე ესპანეთი ეს რაღაც რო იტყვიან ვერ მოცილით ესპანეთს იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერ გუნდზეა საუბარი კაბატონინო ესპანეთის ნაკრები გახლავთ დღესდღეობით მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო თუ ყველაზე საუკეთესო არა გამომდინარე იქიდან რომ ყავს არაჩვეულებრივი ფეხბურთელები ნუ თქვენ მოგეხსენებათ რომ ახლა ვიღაც შეიძლება დამემდუროს რომ მე მესის არგენტინაზე ასე თქვა წინ ვაყენებ ესპანეთს თუმცა ფეხბურთი გუნდური თამაშია და გუნდურად ესპანელები გაცილებით უკვე და შამბეჭავად გამოიყურებიან ვიდრე თქვა იგივე არგენტინელები ან დღეს თუნდაც ბრაზილიელები საქართველოს თუ დამარცხდა ესპანეთთან შემდეგ ვისთან ერის თამაში და რა შესაძლებლობა იქნება რომ გავიდეს შემდეგ ეტაპზე მინდა გითხრათ რომ ესპანეთთან კიდე გეუბნებით ბურთი მრგვალია ჩვენ გვაქვს ასე თქვა ესპანელებისთვის მწარე გამოსვლება თუმცა ჩვენს კი მივიღეთ გაკვეთილი თბილისში სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ როდესაც ჩვენ საკუთარ კედლებში დავმარცხეთ ესპანეთთან 1-7 ნუ მაშინ ახლა ესპანეთის ნაკრებში თქვენ მოგეხსენებათ ისევ როგორც დღეს გამოდიან სუპერ კლასის ფეხბურთელები და ნუ ჩვენ თამაში არ წაგვივიდა. არის მომენტი რომ თამაში არ წაგივიდეს და არის მომენტი რომ თამაში წაგივიდეს. ჩვენ მალაგაში სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები ამ ხანაგურ მატჩში. და ერთი პატარა გადახოვას გავაკეთებ კაბატონინო თუ მამის უფლებას მომცემთ საკმაოდ ისეთი საინტერესო დეტალი მინდა მოგახსენოთ თქვენ და ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს. არის როდესაც გუნდს თამაში მისდის. არის რომ აი ბედად აი რა ნიშნავს გუნდს თამაში მისდის? არის იღბალი, ფორტუნა, სპორტული ფორტუნა, აი საფეხბურთო იღბალი, რომელიც არის შემხარეს. გავიხსენებ ძალიან შორეულ 90-იან წლებში მაშინ ახლა მართალია ესპანეთსა და საქართველოს ნაკრებზე ვთამაშობთ, ის ვსაუბრობთ, მაგრამ იცით რა მოხდა? გურჯაანი, სალაზანი გამოდიოდა მაშინ ერქვანის სახელობით გამოდიოდა ჩვენი გუნდი საქართველოს უმაღლეს ლიგაში. და ამ ლიგაში თამაშობდა არც მეტი და ნაკლები ქართული ფეხბურთის ფლაგმანი თბილისის დინამო, რომელიც უდანაკარგოდ მიდიოდა სატურნოს ცხრილში და ერთპიროვნულად ლიდერობდა სატურნოს მდგომარეობას. მაშინ თბილისის დინამოს პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია მე გახდით მაშინ იმ მომენტში თბილისის დინამოს პრეზიდენტი იყო და ჩვენ ასე ვთქვათ გასახდელ ოთახში შემოვიდა და რა თქმა უნდა დამცინავი ჟესტით უთხრა მიუხედავად იმისა რომ მერაბ ძალიან დიდ პატივისცემა უბრალოდ ესე ვთქვათ აი გაიხუმრა რა თქმა უნდა ჩვენი გუნდის მწვრთნელს ჯონი ჯანელიძეს ას განსვენებულს ღმერთმა აცხონოს მისი სული რომ ჯონი მასაებელო ბურთები ძალიან მჭირდებაო და იქნება ერთი ბურთზე მეტით არ მომიგო. ის მატჩი გურჯაანის ერქვანმა რა თქმა უნდა ითამაშა როგორც შეეძლო და მოვიგეთ 2-1. და დამთავრების შემდეგ, მატჩის დამთავრების შემდეგ ბატონი ჯონი ჯანელიძე შევიდა მერაბ ჟორდანიასთან თბილისის დინამოს გადახდეს, სადაც იქ ამბავი იყო რომ აბა რა გითხრათ, იმტროვდა ალბათ ყველაფერი და უთხრა რომ მერაბ შვილო როგორც მთხოვეო ერთი ბურთს ხოვით, ამიტომ 2-1 დავამარცხეთ, გოლები გაიტანეს ვალერი ყიზილაშვილმა და დავით ყიფიანის ვაჟმა ნიკა ყიფიანმა და როგორც მითხარიო, ნუ მოკლედ ის ამბები იყო, აქეთ ასე ვთქვათ მიიღეს ის რაც მიიღეს და ისე რომ ერთამას ყველა თამაშობს და ამიტომ ის რომ თუ მეტოქე სწორად შეაფასე, შეიძლება სასურველი შედეგი დადო. აი მეტოქის შეუფასებლობის შემთხვევაში ჩვენ თურქები ალბათ ცოტა ნაკლებად შევაფასეთ და მივიღეთ ის მწარე შედეგი რაც ჩვენთვის რა თქმა უნდა სავალო. თუმცა წინა გამოცდილებებით საქართველოს ნაკრები ბევრჯერ დამარცხდა თურქეთთან. კი ბატონო, გეთახვებით მოგეხსენებათ რომ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დონეა ძალიან დაბალი. ეს არავისთვის ახალი არ არის, ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას. თურქეთის ასე ვთქვათ ჩემპიონატთან შედარებით, იმიტომ რომ თურქეთში თამაშობენ ტოპ ვარსკვლავები, ფეხბურთელები. ჩვენთან მსგავსი ფეხბურთელის მოძებნა ძალიან გაუჭირდება ყველას. ასე რომ ის დონე რაც თურქეთის
ჩემპიონატშია ჩვენ დონეს 10 ჯერ აღემატება და შედეგიც შესაბამისად დაიდო და დაიდება ყოველთვის სანამ ჩვენ ეროვნული ჩემპიონატის ზონეს ვერ ავწევთ. დიახ, აი მსოფლიო ჩემპიონატზე რომ გავიდე საქართველოს ნაკრები, რა არის ამ ამიტომ აუცილებელია რომ მინიმუმ თურქეთში არ წავაგოთ, იმიტომ რომ აი აშკარა ფავორიტებად გამოიყურება 3 გუნდი, ხო? ეს არის ესპანეთი, რომელიც უდანაკარგოდ მიდის, ეს არის თურქეთის და საქართველოს ნაკრები გუნდები. თურქეთმა თქვენ ნახეთ გუშინ როგორი მწვავე მარცხი ძალიან ისეთი ალიყური გააწნა ესპანეთმა, თურქეთში 6-0 დაამარცხა და ავიცი, ვფიქრობ, რომ ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ესპანელების მაღალი კლასი. ჩვენ თუ პრეტენზია შეიძლება არ გქონდეს ესპანელებთან, უნდა გქონდეს სათამაშო კლასით, რა თქმა უნდა, არანაირად ნაკლები გუნდი არ ყავს ჩვენ ფეხბურთელების თვალსაზრისით და უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, იმიტომ რომ ერთ თამაშს ყველა თამაშობდა. ჩვენებმაც უნდა ითამაშონ თურქეთში, რომ თუნდაც ის სამყარო ერთი ქულა ავიღოთ, რომ იქნებ როგორმე გავძვრეთ. დიახ. რაც შეეხება კალათბურთელების გამარჯვება საფრანგეთთან, რა მოვლენა იყო ეს და ფაქტობრივად ტურნირის მეოთხე ფინალში ისტორიაში პირველად ითამაშებს ჩვენი ნაკრები. საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც საქართველოს ნაკრებისგან გამარჯვებას ელოდა. ალბათ მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ამას ყველა აღიარებს, ამას გუშინ თბილისში სტადიონზე და რა თქმა უნდა მეც თვალყურს ვადევნებდი ვიდეო როლიკის თუ როგორ ვთქვა გოლის საშუალებით, აი ამ საქართველოს ნაკრების მას კალათბურთში, ხო? ნუ მთელი სტადიონი ალბათ ამ რეჟიმში იყო. კი მიდიოდა ფეხბურთის თამაში, მაგრამ პარალელ რეჟიმში მიდიოდა საქართველოს ნაკრების მატჩი და განსაკუთრებით ბოლო მეოთხედი იყო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი. სადაც საქართველოს ნაკრები, წინგასული ნაკრები, იმდენად შთამბეჭდავად და იმდენად დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რომ ამაზე ფრანგები დაიბნენ და ბურთის დაკარგვა დაიწყეს. ხა წარმოიდგინეთ, ჩემპიონატის აშკარა ფავორიტი. დასახელებულია სულ 4 გუნდი, ეს იყო ესპანეთი, ეს იყო საფრანგეთი, ეს არის გერმანია და ეს არის საბერძნეთი. აი დანარჩენ გუნდებზე, ფავორიტებზე საუბარი, ნუ რაღაც თქონდა დონჩიჩის გამორიცხვას არ შეიძლება, თუმცა ეს განსაკუთრებულად ეს 4 გუნდი იყო და ფრანგებმა ესე იგი იმდენად აიჭრნენ, იმდენად დაიბნენ, რომ ბურთის დაკარგვა დაიწყეს, სადაც ბრწყინვალედ გამოიყენეს ჩვენმა კალათბურთელებმა და ბოლოს ნახეთ, რომ 10 ქულიანი სხვაობით დავამარცხეთ საფრანგეთის უძლიერესი გუნდი. აი მარტივად რომ ვთქვათ, ნინო გასაგებ ენაზე გულშემატკივრისთვის ევროპული და მსოფლიო საბუკმეკერო კომპანიები საქართველოს ნაკრების მატჩის მოგებას ფაქტობრივად გამორიცხავდნენ. ეს იყო ასახული იმ კოეფიციენტზე, რასაც საქართველოს ნაკრებს აღებდნენ და მოხდა პირიქით, მოხდა ის, რაც მოხდა და საქართველოს ნაკრებმა უმნიშვნელოვანეს გამარჯვებით მეოთხედფინალამდე გააღწია. სადაც ფინეთს დაუპირისპირდები და მინდა გითხრათ, რომ ფინეთი უბრალოდ ერთადერთი გუნდი არ გახლავთ, რომელმაც სენსაცია შემოგთავაზა, ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ ესპანელებს მოუგეთ, ფრანგებს მოუგეთ და ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ფინელებს უპირატესობას აძლევენ ბუკმეკერები, ჩემი აზრით, ფინეთთან ბრძოლა შეიძლება, ეგ არის უბრალოდ პერიმეტრები უნდა ჩაუკეთოთ, ფინელები ძალიან კარგად იშვიან სამკულიანებს და ნუ ცხადია, ჩემზე უკეთით ეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ასე ვთქვათ და ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები შესაბამისად მოემზადება, რომ კიდევ ერთი სენსაცია მოვახდინოთ, გავიდეთ ნახევარფინალში და ისტორიაში პირველად დავწეროთ. ისტორია დაწერილია, მინდა გითხრათ, ესპანეთის ნაკრებთან მატჩის მოგების შემდეგაც კი შესაძლოა ჩვენ ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებმა ისტორია დაწერა. რა თქმა უნდა, ისტორია უკეთესი ისტორია დაწერა და უფრო მეტად ვთქვათ, რომ უკეთეს შედეგს ალბათ საქართველოს ნაკრებისგან არავინ ელოდა, რომ მერვე ფინალში საფრანგეთის უძლიერეს ნაკრებ გუნდს ნუ ასე ვთქვათ, გამოვაგდებდით რა, ესე ითქმება ზოგადად და ჩემპიონატის მიღება დავტოვებდით და ახლა სრული ისა გვაქვს, ახლა ჩვენ გაგვიმართა რომ ფინეთის ნაკრებს ვხდებით, მე ფინეთის შემდეგ ერთ თამაშს ყველა თამაშობს, ნახევარფინალია და რა ვიცი, ვფიქრობ რომ საქართველოს ნაკრებს სრული შანსი აქვს, შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატის რომელიმე მედით კერდამშენებული დაგვიბრუნდეს ჩვენ ქვეყანაში. დიდი მადლობა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. მე ჩემი მხრივ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ კონკრეტული რაღაცა მასშტაბური, გრანდიოზული ფაქტის შემდეგ ჩვენ ყოველთვის იქენთ ინტერესს, რომ ტელემაყურებელს უფრო ახლოს, ასე ვთქვათ, გავაცნოთ ის ჩვენი ხედვები, ჩვენი რაღაცა აზრი, არა თავს მოვახვევთ, არამედ უბრალოდ შევაფასოთ შესაძლებლობები, რამდენად კიდევ გვაქვს შანსი, ვთქვათ, რაღაცა ტიტულის მოგების თუ ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც გვისმენდა.